უფალო დილა მშვიდობისა. მადლობა ამ ახალი დღისთვის. მადლობა რომ გაღვიძების საშუალება მომეცი და კიდევ ერთი შანსი მომეცი რომ შენთან ვიყო. არ მინდა ეს დღე მარტო დავიწყო, მხოლოდ ჩემს ძალაზე დაყრდნობით. მინდა რომ შენ აქ იყო ჩემს გვერდით პირველივე ნაბიჯიდან საღამომდე. ვიცი რომ ვერ ვიწინასწარმეტყველებ რა მოხდება. არ ვიცი რა პრობლემები ან სიურპრიზები მელოდება. მაგრამ ვიცი რომ თუ შენ ჩემთან ერთად ივლი, აბსოლუტურად ყველაფერს გავუმკლავდები. შენი სიტყვა მპირდება, იყავი ძლიერი და მამაცი ნუ გეშინია. რადგან უფალი შენი ღმერთი შენთან ერთად მიდის, ის არასდროს მიგატოვებს და არ მიგატოვებს მეორე რჯული 31:6. უფალო დღეს ამ დაპირებას ვინარჩუნებ. გთხოვ იარე ჩემთან ერთად. უფალო იარე ჩემთან ერთად, როცა ამ დღეს ვიწყებ. სადმე ვჩქარობ თუ ნელავს ამ დილის ყავას, დამეხმარე, დამახსოვრება, შენ არსად გეჩქარება. შენ მომთმენი ხარ ჩემთან და გიყვარს უბრალოდ ჩემთან ყოფნა. დამეხმარე, ვიგრძნო შენი ყოფნა ყველაზე მარტივ საქმეებშიც კი, საუზმის მომზადებისას ან პირველი ნაბიჯების გადადგმისას. რასაც არ უნდა ვაკეთებდე დღეს სამსახურში, სახლში, ოჯახთან ერთად თუ მსახურებაში, დამეხმარე, ისე გავაკეთო, თითქოს შენთვის ვაკეთებ. როდესაც დაღლილობას ვგრძნობ, შემახსენე, რომ შენ აძლევ ძალას დაღლილს. როდესაც ნერვიულობას ან განაწყენებას ვიწყებ, დამეხმარე, უბრალოდ ღრმად ჩავისუნთქო და გავიხსენო, შენ ხარ ყველაფრის კონტროლის ქვეშ. თან ერთად იარე ყველა ჩემს დავალებასა და პასუხისმგებლობაში. დამეხმარე, ვიყო პასუხისმგებელი, მაგრამ არ მოვითხოვო შეუძლებელი. შემახსენე, რომ შენი მადლი საკმარისია ჩემთვის. მე მჯერა, რომ მომცემ ყველაფერს, რაც მჭირდება იმისთვის, რომ შევასრულო ის, რისთვისაც დღეს მომიწოდე. აკურთხე ჩემი ხელების ნამოქმედარი და მომეცი სიბრძნე იმის განკარგვაში, რაც მანდობ. მამაო, თან ახლავ ჩემს ყველა საუბარში. გთხოვ, დამეხმარე სიკეთით საუბარში. დამეხმარე, გულწრფელი ინტერესითა და სიყვარულით მოусმინო, რათა მოვისმინო ადამიანი და არა მხოლოდ ჩემი პასუხები. ვისაც არ უნდა ველაპარაკო, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს თუ უცნობებს და მათ იგრძნონ შენი სიყვარული ჩემი სიტყვებითა და ჩემი დამოკიდებულებით. შენი სიტყვა ამბობს, თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, როგორ უნდა უპასუხოთ თითოეულ ადამიანს. სკოლასელთა 4:6. უფალო დაი ჩემი დღევანდელი სიტყვები სიცოცხლესა და გამხნევებას სცენდეს. დაი ისინი ნათელი და სასარგებლო იყოს მათთვის, ვინც მათ ისმენს. იარე ჩემთან ერთად ონლაინ კომუნიკაციის დროს. ჩემი ტელეფონი, კომპიუტერი, სოციალური მედია ამ ყველაფერს შეუძლია ყურადღება გადამიტანოს შენგან და მომპაროს დრო. დამეხმარე, გონივრულად გამოვიყენო ისინი. როდესაც ვხედავ რაღაცას, რაც მაიძულებს სხვებს შევადარო თავი, შემახსენე, რომ მე შენ მიერ საოცრად და უნიკალურად ვარ შექმნილი და არ მჭირდება, რომ ვინმესნაირი ვიყო. როდესაც ახალი ამბები მაშფოთებს, დამეხმარე, გავიხსენო, შენ კვლავ მართავ სამყაროს და ყველაფერს, რაც მასში ხდება. მამაო, იარე ჩემთან ერთად დღეს ჩემს ემოციებში. თუ სიხარულს ვგრძნობ, დამეხმარე მისი გაზიარებაში და გახსოვდეს, რომ შენ ხარ ყოველგვარი სიკეთის წყარო. თუ სევდა ცდილობს გამტეხოს, შემახსენე, რომ ახლოს ხარ გულგატეხილებთან. თუ რისხვა ჩემში იჩენს თავს, დამეხმარე მის მართვაში ისე, რომ არ გაწყენინოს შენ ან არ ავნოს სხვებს. თუ შიში ჩურჩულებს ტყუილს, შენი ჭეშმარიტება დაფარავს მას. შენი სიტყვა ამბობს, მე ყოველთვის წინ ვაყენებ უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივ არის, არ შევრყევი. ფსალმუნი 16:8. დამეხმარე, რომ თვალი შენზე შევინარჩუნო, რაც არ უნდა ვგრძნობდე თავს და ვიპოვო სიმშვიდე შენსთან დასწრებით. იარე ჩემთან ერთად ჩემს ფიქრებში. უფალო, ჩემი გონება ზოგჯერ ძალიან ხმაურიანი და სავსეა შფოთვით. დამეხმარე, რომ ვაკონტროლო ყველა აზრი და შენს წინაშე წარვადგინო. როდესაც წუხილი მოდის, დამეხმარე, რომ ის თაყვანისცემითა და მადლიერებით ჩავანაცვლო. როდესაც ეჭვი ცდილობს ლაპარაკს, დამეხმარე, რომ შენი დიდი დაპირებები გავიხსენო. დამეხმარე, რომ მხოლოდ იმაზე ვიფიქრო, რაც სუფთა, კარგი და სიყვარულის ღირსია. დღეს ყველა გადაწყვეტილების მიღებაში ჩემთან ერთად იარე. ყველაზე მნიშვნელოვანიდან ყველაზე პატარამდე შენს სიბრძნეს ვეძებ. დამეხმარე, გავჩერდე და გკითხო, სანამ კი ან არას ვიტყვი. დამეხმარე ყოველთვის სწორი არჩევანის გაკეთებაში, მაშინაც კი, როცა რთულია. დამეხმარე შიშის ნაცვლად სიყვარულის, გაღიზიანების ნაცვლად მოწმინების და ეგოიზმის ნაცვლად სიკეთის არჩევაში. გმადლობთ, რომ საჭმელს მაძლევთ. დამეხმარეთ მადლიერი ვიყო ყოველი ლუკმისთვის. დამეხმარე ვიზრუნო სხეულზე, რომელიც მაჩუქე და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ შენ ხარ სიცოცხლის პური, რომელიც ყვებავს ჩემს სულს.
დამეხმარე ჩემი დასვენების დროს. დამეხმარე შესვენებების გაკეთებაში, როცა საჭიროა და არ ვიგრძნო დანაშაულის გრძნობა ამის გამო. შენ შექმენი დასვენება აღდგენისთვის და გინდა, რომ შენში ვიპოვო ძალა. შენი სიტყვა ამბობს, მოდით ჩემთან ყველა მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და მე მოგასვენებთ მათე 11:28. უფალო, როცა დაღლილი ვარ, დამეხმარე შენთან მოსვლაში. დამეხმარე ნებისმიერი ფიზიკური დაავადების დროს. თუ ჩემი სხეული სუსტია, შემახსენე, რომ ისინი, ვინც შენ გენდობიან, მიიღებენ განახლებულ ძალას. თუ ჯანმრთელი ვარ, დამეხმარე ვიყო მადლიერი და ჩემი ენერგია სხვების სამსახურში გამოვიყენო. დამეხმარე ჭეშმარიტად შევიყვარო ჩემს ცხოვრებაში მყოფი ადამიანები. თუ ვინმეს პატიება მჭირდება, მომეცი ძალა. თუ ბოდიშის მოხდა მჭირდება, მომეცი გამბედაობა. დამეხმარე შენი თვალებით დავინახო ადამიანების სიყვარულითა და თანაგრძნობით. ყველა იმედგაცრუების გადალახვაში ჩემთან ერთად იარე. თუ ყველაფერი ჩემი გეგმის მიხედვით არ მიდის, დამეხმარე, რომ შენს დროს ვენდო. შენი გეგმები ჩემთვის სიკეთისთვისა, იმედისა და მომავლისთვის. გმადლობ, მამაო, რომ ამ დღეს ჩემთან ერთად ხარ. მიყვარ ხარ, უფალო და მთლიანად გენდობი. მოგესალმები ამ დღის ყველა მონაკვეთში. დამეხმარე, ყოველი ნაბიჯით შენაირი გავხდე. ამინ.